ვიმგზავრებით ბოლნისისკენ. ისევ მტაცებელზე ტორა, რიჟა. ჩემი ნათლულები. ძალიან მიყვარს ეს რეამიჩი ნადირობა, რა. ესე იგი, ამბოლო დროს ჩასუქებულები გხრები. მომელოცავს. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მორიგი ნადირობა დაიგეგმა ისევ მტაცებელზე, ისევ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობა არის შეწუხებული, რატი გაცილებით უკეთესად ერკვევა ამ საკითხში, სად ვივდივართ, როგორ და რანაირად. რატი შემოგევლე, აბა ერთი მოგვიყევი. მივესალმები უპირველეს ყოვლისა შესმაყურებელს. ახლა მივდივართ ჩვენ ბოლნისში. ლიცენზირებულ ნადირობაზე გამოხშირვა იქნება მტაცებელი ცხოველის, კერძოდ ტურა მგელი. საკმაოდ საინტერესო არეალი არის. რამოდენიმე ხნის უკან იყო თავდასხმა შინაურ პირუტყვზე დააზიანეს, მოსახლეობამ დარეკა. აჩივარი შემოვიდა, რომ ესე და ესე ხდებაო და ჩვენს რეაგირებას ვაკეთებთ და მივდივართ. დღეს გავაკეთებთ მორეკვით ნადირობას, გვეყოლება რუსული მდევრები, ასევე ყავს ერთი შენი უსაყვარლესი ძაღლი, სახეობა, იაკტერიერით, კი. ხოდა მოკლედ ვნახოთ რა იქნება, იმედია შედეგიანი ნადირობა იქნება, გამოიხშირება რამოდენიმე მტაცებელი ცხოველი და გასროლასაც განვახორციელებთ. ცოტა წვიმიანი ამინდი გვაქვს, მაგრამ როდის იყო ჩემო გენადი? რო გვეშინო და მონადირეებს წვიმის. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. არ გეშინია? არა, წვიმის არ გეშინია და პირიქით შეიძლება ხელით შეგვიწყოს რაღაც კუთხით. მონადირეების დისკომფორტია, მაგრამ ძაღლებისთვის კარგია. უფრო გამარტივებული ნადირობისთვის ხელშეწყობაა. ასე რომ წარმატებები ჩვენ. აბა, დროებით ხალხო და მალე შეხვედრამდე. გამოიწერეთ არხი, ვიყურეთ. გამომარჯოს. მანქანები და მიდაფე, ხო? დაგვხვდა ლოკაცია ძალიან საინტერესო. ვხედავთ მოშორებით თოვლი დევს. აქვე ადგილზევე გრძნობთ, რომ უკვე თოვა იწყება, უკვე იწყება კი არა, დაწყებულია ფაქტიურად და კაი გემრიელი ტალახიანი გზა გვაქვს გასავლელი. რატი შენ აქ როგორც ვიცი სულ ნადირობ, ხო? ეს შენთვის ძალიან ნაცნობი ადგილებია. მოკლედ ჩემო მარლე, როგორც ბატონი გიორგი იტყოდა, გოგო. საკმაოდ საინტერესო რელიეფი არის, ჯაგნარიანი ადგილები გვაქვს აქ. და შეგიძლიათ შეხედოთ როგორი ოფროუდი გვაქვს. მაგარი ოფროუდი მიდის. ამინდიაც კი ისე სახარბიელო გვაქვს, იმიტომ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, ახლა თოვა დაიწყო. აი მედია ზაღლებს არ გაუჭირდებათ კვალის გატანა. ძალიან დიდი იმედი არის, რომ წარმატებული იქნება დღევანდელი დღე. იმიტომ რომ ვიცი რომ ბიჭები გამოცდილები არიან, საკმაოდ მაგარი ბიჭები არიან. რატის არაერთხელ აღუნიშნავს ამ ბიჭების პროფესიონალიზმი, ასე რომ წარმატება ნამდვილად წინ გველოდება ხალხო. გამოიწერეთ ჩვენი არხი, იყავით ჩვენს გვერდში და არ დაგავიწყდეთ რომ კროკო მედია ჩვენს გვერდშია. მოვედით ადგილზე, საიდანაც სარეკი დიდი ალბათობით დაიწყებს მუშაობას. გაგაცნობთ ჩვენს ძაღლებს. ეს არის ტორა, ეს არის რიჟა. ჩემი ნათლულები. ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ ძაღლების დაგეშვაში. ანუ ძმები არიან. სხვათა შორის ძალიან მეცნობა აი ეს ყელსაბამი ხალხო რა. სად იყიდეთ? რაღაც გვერდი იყო მონადირე და მდევარი ესე ქვია და იქ მივწერეთ და შევიძინეთ. რა სხვათა შორის ძალიან კარგი GPS-ები არის. ეს თქვა დავისვენეთ, რაც შენ შევიძინეთ რა. ესე იგი დევნას აქედან ვაპირებთ? აქედან დაიწყება სავარაუდოდ დევნა. შემოუშვებთ და თქვენ ზემოთ გავაგებთ ნომრებში და აჰა. ცოტა ამინდი კი არ გვიწევს ხელს, მაგრამ სავარაუდოდ ურამაიც გამოგვიყვება. იმედია. ბატონო გიორგი, მოგესალმებით პატივისცემით. მიხარია რომ დღეს ჩვენთან ერთად ახართ. ძალიან კარგი არის ეს ამბავი. მეც მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა და
მე მგონი პირველად თუ არ ჩავთვით ბელორუსს, პირველად გამოვედი თოვლში მე მგონი წელს. ხო, საქართველოში მე პირველად დავარ თოვლში. აი როგორც აღნიშნე, შენი უსაყვარლესი ძაღლი ცაგერ არის. კი, მაგარია, იაგები მიყვარს ძალიან. ჩემო გენო. აა, ესე იგი მოსარეკი შეთვითონ გაიჩალიჩი ასე. ხო, მე ძალიან ძაღლის ხათრით. ძაღლის ხარ. ლევანის საყვები შენ, ეხლა სარეკში. აზე არ წავა კაცი. მანქანით კიდევ ვაგზელებთ სიარულს თუ მანქანით ფეხით. მივდივარ ჩვენ ბოლომდე და გავჩერდები ჩამოვა, შენ გაგდები ჩემთან ახლოში. კარგი, გენო. მაინც ეხლა ხო იცი მეშინია ხოლმე და ბევრი რო გამოვიდეს შედავება. მე და შიშრები ვარ დავეტარი ახლო ვიყოთ, ხო? მიყვარს რა, მიყვარს ესეთი ამინდები, კაია. აი თავს გადმოსახლო. აი ეს ის ხო, აი ეს რა. აკრე გაუჩეთ ძალიან პატარა არის როქსას რომ ჯოგა ხედავთ უდიანები რო არის. აი მან გაუჩეთი და ისეთი ადგილში არჩიე რომ ხედავდა ფოტოს. ის რა. აქეთან ხარ ისეთ ადგილში. აგერ კიდე კაცი. საიტში, აი რა აი ეს ის რა. აქეთან ხარ ის რა. ხო. აი გორდი იქიდან კიდე კაცი. რა. აი ტერიტორიაზე ის უკანა გადაგიდეთ ის. აი ამ ხაზი არის ლაპარაკი, იქ უნდა მოვიდეს ეს ბიჭი. სარეკი საიდან არის? იქიდან. იქიდან. იქიდან მოდის რა. აი იქ დაუდექი. ანაკ გადასასვლელში არ გადაგასწრებს. ანუ აქ დავიქცე. ახლოს იმასთან რომ გამოვიდეს გიორგისთან. აქეთკენ ვეღარ ისვრის. რა უკვე ცოტა ისეთი ნომერი არის ეს აყურადღება რა. გასაგებია. აი ნახე მოვიდგა ხარ. ხო. აი მაგ მინდვრიანზე ვიდგები მე. დავდექით ნომრებში გადანაწილება ხდება გზის პირზე, ხაზზე. აი ესეთი ლანდშაფტი გვაქვს წინ. ამინდი გადასარევი არის, ხედავთ რომ ოდნავ დათრთვილი კი არის და თოვლსა აქ დადებული, ხა დაიწყო თოვა 1-15-20 წუთის წინ და იდეალური სანადირო პირობები არის შექმნილი, მე რომ მკითხოთ. ამ ნადირობაზე ჩვენთან ერთად უნდა ენადირა ბატონ რეზო ბეჟაშვილს და გიორგი მეტრეველს. სამწუხაროდ ბატონ რეზოს დილა უთენია SMS-ი დახვდა მინისტრისგან რომ პირველ საათზე თათბირი აქვს და ვერ წამოვიდა. რატო ყვები ყოველივე ამას? ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე აქ შეხვედრა. ჩვენთვის მონადირეებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ძალიან მალე წესით რიგით შევაძალეში კანონ პროექტი, რომლითაც ჩვენ მონადირეებს საშუალება გვექნება ვინადიროთ მტაცებელზე უკვე თავისუფლად და ზედმეტი ბიუროკრატიული რგოლების გარეშე. ველური ბუნების სააგენტოს ინიცირებით არის ეს კანონი შექმნილი ჩვენი მონადირეების ჩართულობით და იმედი მაქვს რომ ეს იქნება პირველი დიდი გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რასაც ქვია ნორმალური ნადირობა საქართველოში. გიორგი არიმეტრეველი ჩვენთან ერთად. ნახოთ, ისეთი ყისმათა არის, იგიც მალენის არ იყოს, რომ რაღაცას იზამს. აბა, დროებით და წარმატებები მისურვეთ. ძაღლის ხმები უკვე მესმის. სარეკი დაწყებულია. სარეკი დაიწყო, ძაღლების ხმაც შორიდან ისმის. აბა ყურადღებით. აშკარად რაღაცა ააგდეს
კარგი დევნა არის. მესამე მეოთხე ნომრის წინ არის ეს ყეფა და დევნა, თუმცა ჩვენც არ უნდა მოვდომდეთ, იმიტომ რომ შეიძლება გამოპარული იყოს რამე და გამოვიდეს აქეთკენ. გასროლა განახორციელა. ეხლა ჩემს გვერდით მდგომა, თუ არ ვცდები გიორგი დგას მეტრეველი ჩემ შემდეგ. ალბათ ზემოდან იყო სროლა, სავარაუდოდ გზაზე გადმოირბინა და მაღლა ავიდა. ორი გასროლა იყო. ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს პირველი ესროლაო და დაიჭრა და მეორე დააყოლაო. ძალიან საინტერესოა ნეტა იქ რა ხდება. მაგრამ ჯერჯერობით ისევ ნომრებში ვდგავართ, სანამ არ გაიცევა განკარგულება, რომ უნდა ავიშალოთ, მაგრამ აქ ვიქნებით. უკან გააბრუნეს და უჯერო. ჩემს ქვემოთ ნომერი არც დგას არავინ. არ მიყვარს ხოლმე საერთოდ ჩემი ნომრიდან გამოსვლა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ქვემოთ არავინ არ არის და ძაღლებმა აშკარად უკან შეაბრუნეს, მე მგონი ჯობია რომ ცოტა ქვემოთ ჩავიწიო. მე მგონი აზრი აღარ აქვს, ძალიან შურს გაიყვანეს. ხო, ნუ სადღაც შორს გადაიყვანეს და უკვე აი აქედან მესმის სიმგორებიდან.
ერთი მოუკლია. ანუ ერთი შეძლო ხო აიღო? ერთი აიღო დაჩო. აჰა. ერთი ცალი აუღია. ერთი აიღო და ეხა შეიძლება ასე გადმოატარონ. მაგრამ იცი რა მიკვირს ბიჭო, ესე იგი სხვა მოკლა. მე რაც დავინახე აქედან რამაც გაიარა. ხო, ძალიან სწრაფად მორბოდა. ეთყობა იმას გადაყვნენ. ასე გაიარა რამე? კი, ასე გაიარა რა. და ვიფიქრე რომ მეთქი აშენ ნომერში გამოვიდოდა. გაიარა. არა, მანამდე იყო. ყეფა-ყეფით მიყვა, მე უკვე მოგვიანებით სროლის მერე. არა, ყეფით ეს ვაფშე არც დაუყეფი ასე ძაღლი რომელსაც გადმოყვა. ძაღლი იყო ეგა? ძაღლი იყო. ჩუმად რომ მოდიოდა. ხო, სწრაფად მორბოდა. ხო, ძაღლი იყო, უი, რიჟა რა ძაღლი. სწრაფად. ვერ დავინახე. მარტო ზურგი უჩანდა და. ვა, მე კიდე ვიფიქრე ალბათ ტურა იყო და კაკრას ცოტა ხანში სროლაც გავიგონე და. რა. ის ძაღლი მოყვებოდა. გასაგებია. ყეფით ის უყევდა. მაგრამ ეს რო უკან გადავიდა, ეს ჩუმად მოდიოდა, იქ დაიწყო რაღაცა ყეფა მე. გასაგებია. ესე იგი სხვა რამეს მისდევს კიდე. ხო, ის იმას გამო, აქ ეს ხო ძაღლი იყო, რიჟა ძაღლი არის. ხო, ანუ არ ჩანდა ჩემთან, კარგად არ ჩანდა რა. დავბრუნდი პრაქტიკულად ჩემი ნომრის ზემოთ ვდგავარ. უკანა მხარეს მიდის დევნა. აუ იგივე სცენარი მეორდება. კიდე იქითკენ მიყავთ გავგიჟდი. არ გამოდის ცოცხალი თავით. ვიფიქრე თუ ისე მაღლა ამოიყვანეს გზას გადაუჭრით ხო, მაგრამ ყეფა გაჩერდა, ალბათ კვალი დაკარგეს. ესე იგი ამ ბოლო დროს სულ ჩასუქებულები გხვდებით. მომილოცავს. კარგი ნადირობა არის, უკვე შედგა. აბა მოყევი ხა. რა და როგორ იყო და აგდე. აი ჩუმჩუმად გამოიპერა, იქეთა ფერდიდან. ხედავდი ფერდიდანვე? როგორ ჩამოდიოდა? ზევით ვიდექი, ну რაცოდა შორი იყო. გაუშვი, დაუწოდი სანამ მოვიდა ჩემამდე. აი ეს ცოტა გამსტარა და დიაში რომ გამოვიდა, აი ეს სრულზე ვესრულ. შვენიერი გაცვლა გაგიკეთებია და შედეგით შესაბამისად წარმატებული დადგა. ძალიან კარგი, მე გასროლა გავიგე და აღნიშნე კიდეს რომ ალბათ გადავიდა გზიდან, მაღლა ავიდა და იქ მეტრეველი დგას და თავისას გააკეთებდა მეთქი. ეხლა მეორე დევნაზე რა სიტყვი? შენ მაღლა ახვედი ხო რომ გადაგეჭრა? მაღლა ავედი, მაგრამ ჩამოვიწე, იმიტომ რომ აქ ვეღარ ვესროდი მე. ხო არა, აქ ცოტა ისეთი თემა იყო. აი გადაიყვანეს, ჩემგან წინ წავიდნენ, მე ხო ბოლო ნომერი ვიყავი. ცოტა ჩავიწიე ქვემოთ, რომ იქნება იქ გამოიყვანონ მეთქი და კარგად შორს გაიყვანეს. აი ასე მაღლა აიყვანეს აი იმ გორაკებზე და აი ასე სადღაც გადაიყვანეს და შემოვიდა ისევ წრიულზე. ჩვენთან იყო რუსულზე. ხო. შემოვიდნენ ისევ წრიულზე და მე წაიყვანეს და ჩაიყვანეს ქვემოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში ფაქტად რჩება.
ერთი ტურა მონადირებული არის. შენ ხო გაგიგია, ძველი ქართული ბრძნული ანდაზარო. ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასაო. გამიგია. და აი ზუსტად ეგ ვარიანტი არის. ეხლა ჩემო კარგო შეგვიძლია მეულოცო შენ ვაშკაც. აბა. ჩვენ რა გვაქვს? მინდვრით? ხო. ბარაკ. ეს ერთი და სხვა მრავალი. შენსკენ იყო რამე გიო? არაფერი. შენსკენ არაფერი. დევნები იყო შენს წინ. დევნა არის, მაგრამ სავარაუდოდ კურდღელს დასწრებდი. სავარაუდოდ კურდღელს დასწრებდი. მე გამიჩნდა მაგისი ეჭვი წრიულზე რო წაიყვანია, გამიჩნდა ეჭვი მაინც ავედი გადაუჭრი მეთქი იქნება და ურა იყოს ამ თვალი მოკრა მეთქი და სამწუხაროდ ვერა. კარგი, დავაუდოთ, ჩვენებიც ალბათ ჩამოვლენ ახლა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. რამდენი კაცი უნდა გააყოლო ერთი? თუ არა, ორი სარეკში წავალ და ორი ნომერი გამო. კაი ბატონო, გადასარევი. კარგი, წავედით. კარგი, შენ აქ დარჩი. აი ეს დარჩი. აი ბლოკი. კი ბატონო. კი ბატონო. შენ ესე ზევიჭები რა. დავაი, აბა სულ კარგად ბრძანდებოდეთ და წარმატებები მისურვებდი. აბა მე ვიცი. ერთი ტურის აღების მერე გახედავთ ჩემი მეუღლე აგზელებენ გზას რომ ნომრები აითვისონ მინდა გითხრათ რომ მეხსიერების ბანკი გაუგზავნა მეც ვეღარ ვიწერ ამიტომ ვცდილობ რომ რაც შეიძლება ეკონომიურად გადავიღო გარემო თოვლიანი სველი ცივი ნადირს ველოდები აქედან ჩემი განუმეორებელი დოლი ვიწყებთ მეორე სარეკს კლდიანებს ვეძახით აი ამ თაგორაკებს აიქიდან შორიდან ბიჭები დაიწყებენ მორეკვას რატი დააყენებს მაღლა ნომრებს და ორი ნომერი იქნება მეორე ხაზზე ჩემს მარჯვნივ კიდე ანუ პრაქტიკულად ასე ვთქვათ გეაბრაზნის რო ვეძახით ისე ჩავკეტავთ რა სარეკი შემოუყვება გორებიდან და წესით ყველაფერი კარგად დამთავრდება სანამ სარეკი დაიწყება მინდა ვისარგებლო სიტუაციით და თქვა რომ ძალიან მიყვარს ესე დამინჩინადირობა რა აი მე რომ მკითხოთ იდეალური სანადირო გარემო და სანადირო ამინდი არის ახალი თოვლი კვალი ჩანს ძაღლს არ უჭირს კვალის გატანა თვითონ მოსანადირებელი ობიექტიც კარგად ჩანს და წესით ბიჭებსაც უნდა ხედავდეთ როგორ დგებიან ნელ-ნელა ნომრებში როგორ კეტავენ ამ ფერდობს კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბოლნისიდან ყველას განსაკუთრებით ბოლნისელებს ძალიან დიდი და კარგი სამეგობრო გყავს აქ და ყველას გულითადი მოკითხვა 12-ის 20 წუთია სარეკლამო მუშაობა დაიწყო ცოტათი გადავიწევი სულ 5-6 მეტრით მგონია რომ ეს ადგილი უფრო უპრიანი იქნება ნაკლებადაც ჩანვარ და ხედვაც გადასარევი მაქვს ამ ფერდობსაც გავაკონტროლებ ნუ წინიდან წამოსულს
ხომ თავისუფლად დავინახავ საერთოდ. და თუ ვინიცობა რამე მარჯვნიდან ჩამირბინა, მე მგონი არც მაშინ დაუტოვებ დიდად შანსს. აბა ვნახოთ. სარეკი დაიწყო. მე მგონი მაინც ცოტა ახლიდან დაიწყო. მაგრამ ნუ ვნახოთ. ძალიან ბურუსი ჩამოწვა. კლიანები პრაქტიკულად აღარ ჩანს. იდეალური საიხვე ამინდი არის მე რომ მკითხოთ. ვაპირებდით უკვე ნომრების აშლას, როდესაც ძაღლებმა წეფა დაიწყეს და რაღაცა იმედი მოგვეცა, მაგრამ ეხლა დამირეკა რატი დოლიძემ და კურდღელი იყო და გავატარეო მითხრა. მე მგონი მეორე მორეკვა ამითი დამთავრდა. ეხლა ბიჭები ჩამოვლენ და გადავწყვიტავთ რას ვშვებით. აბა, მალე შეხვედრამდე იმედი მაქვს. დავამთავრეთ მეორე მორეკვაც და არაფერი არ გამოვიდა ამ მორეკვაში, არავის არ გაუსვლია თორფი საერთოდ. ეტყობა რომ ნადირი ამ ადგილზე უბრალოდ არ იყო. 11:47-ია. როგორცა ჩანს, ამით მორჩა ჩვენ ნადირობა დღევანდელი. მოკლედ და ესეთი ნადირობა გამოგვივიდა. ცოტა ხალისიანი, ცოტა თოვლიანი და ცოტა ცივი. სამაგიეროდ მეგობრები შევხვდით ერთმანეთს და ცოტაც მოვახერხეთ კიდევ სოფელზე დახმარებაც. ერთი ტურაც ეგეც საქმეა. მეგობრებო, მე დაგემშვიდობებით, აწი გოგა გააგრძელებს ნადირობას უჩემოდ და ბიჭები ვეღირსე, მიდის. რა მომიშორა. საპატიო მიზეზი მაქვს ახლა დღეს ჩემი გოგო გახდა 16 წლის. ილოცავთ გულით. ო რა, მიწევთ. კარგად. მალე მე უკვე უთხარი ჩვენს მაყურებელს, რომ დღეს ჩვენ თურქეთში მივფრინავთ გოგოს დაბადების დღის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, უკვე შენ გამზადებას დაიწყებ, ჩალაგებას დაიწყებ და არაფერი არ დაგრჩება, როგორც ხშირად გემართება ხოლმე. ვინ ვისეუხდება, გადავირიე. აი, წავედით. ალენის თოფი დააუწყდა. დიახ, ხდება ხოლმე ეგეთების და რუსთაველის ქუჩიდან მომიწია საცვი მიბრუნდა. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. მეორე მორეკვა დამთავრდა, ეხლა გადავალთ აქვე მესამე ადგილაზე. ხო ვიცით, ღმერთი სამობით არის ქართველებს გვწამს საკრალური ციფრების და ვცდით ჩვენს ბედს მესამე მორეკვაზე. ამის შემდეგ უკვე ნამდვილად დავამთავრებთ. მინდა გითხრათ, რომ მე და მარლენი დღეს ღამე თურქეთში მივემგზავრებით. ბატონი თემურ ტყემალაძე იქნება ჩვენი მასპინძელი და მისი სამეგობრო და ნახოთ აბა რა და როგორ იქნება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგად ვინადირებთ ტახტზე და რო ჩამოვალთ ამ გადაცემასაც აუცილებლად განახებთ. ბატონო გიორგი, შეხედე რა ხდება. მგონი მარტო მე ვარ გიორგის ბატონო, გიორგის რო გეძახით თან. მარკე ვაკეთებთ ამ მორეკვას. კი ბატონო. ხშირ შემთხვევაში ახლა რამოდენიმე ტურა დატოვებული ყავს აქ. და იმედი არის, დღესაც გაგვიმართლებს და კიდე შევძლებთ ამოღებას.
სხვადასხვა ძაღლება ძალიან კარგად იმუშავეს, სამწუხაროდ ახლა მეორე მორეკვაზე კურდღელი გამოგვიყვანეს, მაგრამ გავატარეთ. თავისთავად. ახლაც ანალოგიურად კურდღელი თუ გამოვიდა, გავატარებთ, იმედია კადრში მოხდება რომ დაინახოთ თქვენ თვითონ. ну ნახოთ რა იმედია შემდეგ წარმატებული ნადირობა. შენი თქმის არ იყოს, მე და შენ აქ რამდენი გვინადირია, ძალიან მაღალი ალბათობა არის წარმატებული შედეგიანი ნადირობის. ნახოთ. სხვადასხვა ბევრჯერ გვინადირია, კი ახლა გამახსენეთ. ძალიან ბევრჯერ. ძალიან ცხოვრობდით ერთი პერიოდი. ძალიან მოყვარს. არ გვიწყობს სამწუხაროდ. აუ არა მე მაგარი მევასებ, მაგარი. ეხლა იღვზე რომ ვიყოთ უკეთესი. აი ეგ არის რომ ჯობია რომ იღვზე ვიყოთ, თორე ამინდი ნამდვილად ხელს გვიწყობს, მაგრამ აი მე და შენ ეხლა უნდა ვიყოთ სადღაც ან ჯანდარაზე, ან წითელხიდან. არა აი ჯანდარაზე გული მაქვს მომკვდარები რაღაცები. როგორც ბევრ მონადირეს, ძალიან რატომ გვაწვალებთ ამ მონადირეებს? რა გინდათ რომელი საზღვრის დამრღვევები ჩვენ ვართ? გვანადირეთ, მოგვეცით საშუალება რომ ადამიანურად წესიერად ვინადიროთ, კაცო. ყველაზე მთავარი რა არის შეხედა გიორგი? ბილეთი თუ აიღე, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ აიღე და შეგიძლია თავის დღეს უნდა მიხვიდე და მიხვიდე დილაუთენია დაფიქსირდი ამგვარად დაელოდოს, ანუ იხვი გადაფრინდა ამასობაში უკვე. მოკლედ საწვალებელია ძალიან და რაღაც იმედი რაღაც ცოტა შეიცვლება. წინა დღეს შეგვიძლია აიღო, მაგრამ იმ დღეს უნდა მიხვიდე და ხელი უნდა მოაწერო. ესეთი რაღაცები მაქსიმალურად უნდა იყოს დისტანციურად და შეიძლებაოდეს ამის გაკეთება ფიზიკურად ჩასვლის გარეშე რა, ორჯერ ხო არ ჩახვალ რეგიონში. აი ეგ არის პრობლემა, კაცო. აი ეგეთი რაღაცები უნდა მოწესრიგდეს. მოკლედ, ყველას მოკითხვა კიდევ ერთხელ განსაკუთრებით მათ, ვინც ახლა იღვზე ხართ გასულები. მოიწერეთ კომენტარებში ვინ იყავით გასული იღვზე დღეს. დღეს რა რიცხვი არის ხალხო? 6. დღეს არის 6 თებერვალი. ვინ იყავით აბა დღეს იღვზე და ვინ ამოინადირეთ? დროებით. დავდექი ჩემ ნომერში. აი როგორც წესი, აი აქედან გამორგვის ხოლმე ამ ხიდან. ან მეორე ვარიანტი არის ცოტა ზემოთ, მაგრამ მაინც აქედან ველოდები. ნახოთ რა და როგორ იქნება. ბიჭებმა გააგრძელეს გზა ზემოთ. გადაკეტავენ ახლა მთლიანად ამ ფერდს. წვერზე დაჩი დადგება მეტრეველი. მარჯვენა მხარეს აი აქ კიდე ერთი გადმოსასვლელი, ყელი აქ და აი აქ რატი და ბიჭებიავლენ. ისეთი სიწყნარე არის და ისეთი ჩანისლული და ჩაბურული არის ყველაფერი, რომ გულს უხარია, რა ვიცი. მე მგონი თქვენც გიყვართ ესეთი ამინდი და ესეთი ამინდში ნადირობა. აბა, ცოტა ხანში სარეკი დაიწყება და ისევ შევხვდებით. სარეკი დაიწყო. შორიდან ძაღლების ყეფაც ისმის. ის ხა დაგჩენია რომ ყურადღებით ვიყოთ და არაფერი არ გაგვეპაროს. აშკარად რაღაც მოყავთ. მაგრამ მე მგონი ზემოთ გადავა.
რატი რაღაცა გასროლა იყო თქვენს კი ტურას ესროლეს. აი ზედა ნომერმა ესროლა ტურას იქ. დაჩი დგას ხო მე მგონი მათ ესროლა მგონი ისევ ტურას კი და სამწუხარო წვრილიან შემოუწია სროლა. მოხვდა. ხო და ძაღლების დევნა ახლა გაჩერდა. ზევით სავარაუდოდ დაიჭერდნენ, მაგრამ მე იქ წამსვლელი აღარა ვარ გიორგი. იქ წამსვლელი აღარა ვარ ნამდვილად. აი გადაიყვანეს და აი გაჩერდა. მაგარი დევნა იყო ძალიან კარგი დევნა იყო. ძაღლები მუშაობენ იდეალურად, ჩვენ თქვი კიდეც და ეს ძაღლები ვიცით ჩვენ და კარგი ძაღლები არიან რა. და იცი რა მიხარია სხვათაშორის ყოველწლიურად, ყოველდღიურად ძაღლები უმატებენ და უმატებენ. ამიტომ ხალხო ატარეთ ძაღლები. ძაღლის ბრალი კი არა რამე. არის პრობლემა არის პატრონის ბრალი, იმიტომ რომ პატრონს არ დაყავს ძაღლი. თორე დაუგეშავი ძაღლი არ არსებობს. ბიჭებო, არ დაიზაროთ, გაიყვანეთ ხოლმე თქვენი ძაღლი, ინადირეთ და მოგვეცით ჩვენც საშუალება, რომ დავტკბეთ თქვენი ნადირობით. ბატონო გიორგი, რა სიტყვით ეგრე არის? ეს არეკის კაციც 100%-იანი მართალი მზანდები ჩამოვიდა. ზავს ყოველთვის ჭირდება ტარება, რაც თავარი. გიო, კიდე შენ შულს გავუმართლა, იგავი და ესროლა მე მგონი დაჭრილი არის რა, წვრილიანში ვესროლეო, კარგი ტურა იყო. ხო. ტურა იყო, მაგრამ ცოტა შორსი. ცოტა შორი იყო და თაწვრილიანი იყო და აი ნახოთ ახლა ძაღლები თუ აი არ ვიცი. გიორგი გაჩერდნენ ძაღლები და მგონია რომ დაჭერილი ეს შენი თქმის არ იყოს მე ახლა იქ გამსვლელი არა. არა, მან მურჩო. ჩვენი სარეკის მოვიდა ბოლომდე. ბიჭებო, ისღა დაგვრჩენია რომ მადლობა გადაუხადოთ ჩვენ მას ბინძლებს. აგერი არიან ბიჭები, ვენეცვალე ამათ. ჩვენც გემშვიდობებით წარმატებული ნადირობა იყო. ერთი ავიღეთ, ამოვიღეთ ბუნებიდან, მეორე დარწმუნებული ვარ რომ ქირურგიულ ოპერაციას არავინ არ გაუკეთებს და სადღაც დაწვება სამუდამოდ და ჩვენი მხრიდან შემიძლია კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ რომ ინადირეთ კაცებლებზე. კაცებელი არის საქართველოს ძალიან დიდი პრობლემა. ყია არ დაინანოთ როგორც რატი დოლიძე ბრძანებს. აბა დროებით და მომავალ შეხვედრამდე. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.